მოგესალმებით. დღეს გავცემთ პასუხებს იმ კითხვებს, რომლებიც აინტერესებთ ყველაზე ხშირად აბიტურიენტებს და პირველკურსელებს. თავდაპირველად მე პირველ კურსზე რომ ვიყავი სილაბუსი მეგონა რომ იყო მხოლოდ საკითხებისა და თემების ჩამონათვალი, რას მოიცავს ესა თუ ის საგანი. თუმცა შემდეგ აღმოვაჩინა, რომ გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ რაღაცა თემების წყობა. მაგალითად სილაბუსში შედის კონკრეტული ვადები, დედლაინები, რამდენი გამოცდისგან შედგება ესა თუ ის საგანი. მაგალითად შეიძლება იყოს კონკრეტულ საგანში 2 შუალედური, შეიძლება სხვა საგანში მხოლოდ 1 შუალედური იყოს. აქვე დავაკონკრეტოთ ისიც, რომ უნივერსიტეტში გამოცდებს შუალედური გამოცდები და ფინალური გამოცდები ქვია. კი ბატონო. ხო, კიდევ შეფასების კრიტერიუმები, რამდენი ლექცია უნდა ჩატარდეს, რამდენი სემინარი უნდა ჩატარდეს ამ კონკრეტულ სემესტრში და მოკლედ ძალიან კომპლექსური არის სილაბუსში შემავალი კომპონენტები. იმისათვის, რომ ბაკალავრის დიპლომი აიღო, სულ 240 კრედიტის დაგროვება საჭირო 4 წლის განმავლობაში. ძირითადად ერთი საგანი 5 კრედიტისგან შედგება ხოლმე, მაგრამ არის 2 კრედიტიანი, 3-იანი და 10 კრედიტიანი საგნებიც. როგორც ვიცით, ანუ სულ წელიწადში გააქვს 65 კრედიტის აღების უფლება, მაგის მეტზე უკვე ხარისხი გიბლოკავს. ზოგადად უნივერსიტეტში არსებობს ორი სახის გამოცდა, შუალედური გამოცდა და ფინალური გამოცდა. ეს შეიძლება იყოს წერითი, ვერბალური და პრაქტიკული სამუშაოც კი. ან ერთი შუალედური იქნება სემესტრში, 2 ან 3-იც კი შეიძლება რომ იყოს. შუალედური გამოცდები თქვენ გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი ცოდნა დაამოწმოთ და მონიტორინგი გაუკეთოთ, ასე ვთქვათ, თქვენ თავს და ფინალურ გამოცდას რაც შეეხება, ეს არის თქვენი საგნის ჩაბარების გარანტი. ფინალური გამოცდას რომ ჩაბარებთ, თქვენ მინიმალური 51 ქულა უნდა მოაკროვოთ, რომ საგანი ჩაგეთვალოთ ჩაბარებულად. და შუალედურებს რაც შეეხება, მინიმალური ესე ვთქვათ, ზღვარი არ არსებობს შუალედური ქულის ბარიერი არ აქვს. მაგრამ არსებობს უნივერსიტეტები, რომელსაც ფინალურზე აქვს 50%-იანი ზღვარი, მაგალითად, გულისხმობ იმას, რომ აი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სულ რომ მთელი წლის განმავლობაში აი შუალედურებს და აქტიურობით 60 ქულა დააგროვო, ფინალურზე მაინც საჭიროა, რომ გამოცდის ანუ 40 ქულიანია გამოცდა, ამის მინიმალური 21 ქულა უნდა შეასრულო. ყველა შემთხვევაში ეს საუბარი. კი, და ეს ზღვარი ფინალური ქულის განსხვავებულია, როგორც თქვა სხვადასხვა უნივერსიტეტში. მაგალითად, ელიაში მახსოვს, რომ 11 ქულაც კი იყო მინიმალური ზღვარი და ჯავახიშვილში როგორც მახსოვს 21 ხოლმე მინიმალური ბარიერი. აქვე ვახსენოთ ისიც, რომ ერთი საგანი სულ 100 ქულას შეიცავს. 100 ქულიდან 10 ქულა ძირითადად დასწრების არის ხოლმე, ანუ სემინარს და ლექციას რო ესწრები. და აქტივობაზე ხა? ამისი ქულა, აქტივობას 20 ქულა აქვს ხოლმე. 2 შუალედურია ძირითადად შეიძლება ერთიც იყოს 15 ქულიანი, სულ 30 ქულა და 40 ქულა ფინალურ. სულ ჯამში გროვდება 100 ქულა. ამ პრინციპით უნდა მოაგროვოთ თქვენ მაქსიმუმ 100 ქულა, მინიმუმ 51 ქულა. GPA არის ინგლისური სიტყვების ინიციალები, Grade Point Average, რაც არის თქვენი შეფასების კრიტერიუმის მაჩვენებელი. მაქსიმალური ქულა GPA-ის არის 4.0 ქულა, რომელიც არის სტანდარტი ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტებში. ეს 4.0 ქულა თქვენ უნდა მოიპოვოთ თქვენი აქტიურობებით სემინარზე, აკადემიური მოსწრებით და ასე შემდეგ. და რაში გჭირდება ახლა GPA? GPA საჭიროა იმისთვის, რომ თქვენი სწავლის გაგრძელება შეძლოთ საზღვარგარეთ გასვით პროგრამებში მონაწილეობა და სხვადასხვა აქტიურობებში ჩართვა. ასევე თვითმმართველობაში, რომ შეძლოთ მონაწილეობა, ამისთვისაც კი გჭირდებათ ხოლმე GPA-ის ქულა, რომ გაჩნია უნივერსიტეტებს, ყველაში არა. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს სალექციო კურსით და სასემინარო კურსით. ლექციაზე შენ მსმენელი ხარ მხოლოდ, ძირითადად ლექტორი საუბრობს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. შენ არ გევალება იქ რაიმეს ჩაბარება ან შენი ცოდნის გამოვლენა, მაგრამ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ლექციაზე შენ კითხვის დასმა გეკრძალება ან დისკუსიაში შესვლა. უბრალოდ შენი ვალდებულება არ არის, ლექტორი არ გაფასებს. სემინარის ხელმძღვანელთან გევალება, რომ შენი ცოდნა გამოავლინო. აქ ძირითადად მოკლედ ხდება შენი ცოდნის გამოკითხვა და აგროვებ ამით ქულებს, რომელიც გეხმარება შემდეგ საგნის ჩაბარებაში.